კინბურნის ცხვირი მდებარეობს ნახევარკუნძულის წვერზე და მისი სიგრძე 40 კილომეტრს აღწევს, სიგანე კი 4-დან 12 კილომეტრამდე მერყეობს. ერთი შეხედვით ეს ტერიტორია მნიშვნელოვანი არ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ეს პატარა მიწის ნაკვეთი მართლაც შავი ზღვისკენ არის გამოშვერილი და წარმოადგენს შესასვლელს დნეპრის მდინარეში, რომელიც გრძელდება კიევამდე. რუსეთი ამ ცხვირს 2022 წლიდან აკონტროლებს. ეხლა პუტინის ძალები გაქცევაში არიან. კუდები ჩაკეცილია და დაღლილი რუსი ჯარისკაცების ფეხები პუტინის მარიონეტებს კინბურნის ცხვირიდან რაც შეიძლება შორს მიაქვთ. რუსეთი იძულებული გახდა დამამცირებელი უკანდახევა განეხორციელებინა უკრაინის გამანადგურებელი სტრატეგიის გამო, რომელმაც მათ მომარაგება გადაუკეტა და უზარმაზარი დანაკარგები მიაყენა. ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული უკანდახევა მიმდინარეობს. ეს შეიძლება იყოს პუტინის ყველაზე დიდი მარცხი ამ დრომდე. 8 ივნის უკრაინულმა პარტიზანულმა ჯგუფმა არტეშმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა თავისი უახლესი ინფორმაცია რუსეთის სამხედრო ძალების შესახებ. არტეში საინტერესოა, თუმცა ოფიციალურად არ არის უკრაინის სამხედრო ძალების ნაწილი. ჯგუფში შედიან ფარული აგენტები, რომლებიც უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან ერთად მუშაობენ და ასრულებენ დივერსიიდან დაწყებული სადაზვერვო ოპერაციებით დამთავრებული ყველაფერს უკრაინის სახელით. და კინბურნის პირზე არტეშის აგენტებმა რაღაც ისეთი ნახეს, რასაც 2022 წელს არავინ მოელოდება. რუსეთის ჯარისკაცები პირს ტოვებენ. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია პირველად მას შემდეგ, რაც პუტინმა თავისი სასტიკი ომი დაიწყო, უკრაინის ხელში დაბრუნების ზღვარზეა. არტეში ამბობს, რომ მას ყავს აგენტი რუსეთის დნეპრის დაჯგუფების შტაბში და ამ შიგნით ყოფმა ადამიანმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა კინბურნის პირზე მიმდინარე მოვლენებზე. 327 პოლკის დანაყოფები ტოვებენ თავიანთ პოზიციებს. მომარაგების ოპერაციები სრულად შეჩერებულია. არტეში ტელეგრამის პოსტში წერს, რომ საბრძოლო მასალის, საწვავისა და საკვების მიწოდება შეწყდა. მნიშვნელოვანი ცოცხალი ძალის დანაკარგების გამო 327 პოლკის დანაყოფები სანაპიროდან, ასევე პირზე მდებარე ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებიდან გამოჰყავთ. საცეცხლე ჯგუფები ვერ უმკლავდებიან უკრაინის თავდაცვის ძალების უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებას და დანაკარგები კვლავ იზრდება. არსებობს გარკვეული მინიშნებები, თუ რატომ გარბიან რუსი ჯარისკაცები ასეთ მნიშვნელოვან ტერიტორიაზეც კი კუდამოძუებულები. დამანგრეველი დრონების იერიშების კომბინაცია, პერსონალზე და უკრაინის საშუალო მანძილის სტრატეგია, რომელიც მომარაგებას წვეთს, არის ამის მიზეზი. ეს ორივე სერიოზული პრობლემაა რუსეთის დნიპროს ძალებისთვის, მაგრამ პუტინმა და მისმა სარდლებმაც თავად შეუქმნეს პრობლემა 327 პოლკს, რადგან ისინი სასოწარკვეთილად ცდილობენ უკრაინის შეტევებზე რეაგირებას სხვა მიმართულებებზე. ამ პოლკს პერსონალი გამოაცალეს, რომელსაც რუსეთი ზაპოროჟიეში აგზავნის, რათა გააძლიეროს იქ მყოფი ძალები, რომლებსაც უკრაინა კონტრშეტევით უდევს. კინბურნის პირზე დარჩენილები მხოლოდ ჩამორჩენილები არიან. ჯარისკაცები, რომლებიც საკმარისად ძლიერებად არ მიიჩნიეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ ფრონტის ხაზის მთავარ ბრძოლაში, ერთადერთნი არიან, ვინც ამ პატარა მიწის ნაგლედზე დარჩნენ და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ის ჯარისკაცები იზოლირებულნი არიან. მათ იციან, რომ გაძლიერება არ მოვა, რადგან მათი პოლკი შიგნიდანვე იშლება საკუთარი მეთაურების მიერ. მათ მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ უკრაინის დრონებს ემსხვერპლონ, ან რაც შეიძლება შორს გაიგაიქცნენ თავიანთი პოზიციებიდან. 327 პოლკისთვის არჩევანი გაქცევასა და სიკვდილს შორისაა და თუ არტეშის ფარული აგენტის სიტყვას დაუჯერებთ, ბევრი ჯარისკაცი, რომელიც პირზე იყო განლაგებული, გონივრულად ირჩევს პირველ ვარიანტს. შედეგად მნიშვნელოვნად შემცირებული ძალა ცდილობს შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი ტერიტორია. მაშინაც კი, როცა მოკავშირეები ტოვებენ პოზიციებს ან ფრონტის სხვა მონაკვეთებზე გადახავთ, რუსეთი დიდხანს ვერ გაუძლებს. დაშლილი დანაყოფები, რომლებიც ჯერ კიდევ ამ პოზიციაზე არიან, მოწყვლადები არიან უკრაინის დრონების მიმართ და გაუჭირდებათ საკვების და სკვების და საბრძოლო მასალის აუცილებელი მარაგების მოპოვება, რაც მათ წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემდა. როგორც არტეში ამბობს, ნაპირის ზოლზე მხოლოდ დანაყოფების ნარჩენები დარჩა და ისინი ვეღარ ახერხებენ თავდაცვის შენარჩუნებას. ოკუპანტების ლოგისტიკური სისტემა ამ სექტორში სრულად დაიშალა. ეს მხოლოდ პუტინისთვის და მისი ხელქვეითებისთვის დამცირება არ არის, ეს კატასტროფაა. მაგრამ ეს ისიცაა, რაც რუსეთს დიდი ხნით ადრე უნდა ევარაუდა. რამდენადაც პატარაა კინბურნის კოსაომის მასშტაბით, ის ასევე რთული ტერიტორიაა რუსეთისთვის დასაკავებლად. რადგან ის ნახევარკუნძულის ბოლოში მდებარეობს, რუსეთს ბევრი გზა არ აქვს კინბურნის კოსაზე ხმელეთით მისასვლელად. ტერიტორიაში მხოლოდ რამდენიმე გზა შედის. გარდა ამისა, რუსეთი ახერხებდა თავისი ჯარების მომარაგებას შავი ზღვის გზით, მაგრამ ეს ახლა უკვე აღარ არის შესაძლებელი. კარნეგის მშვიდობის ფონდის მიხედვით, უკრაინა ახლა აკონტროლებს შავი ზღვის საბრძოლო სივრცის 60%-ზე მეტს, ბრწყინვალე საზღვაო კამპანიის შემდეგ, რომელშიც არ ყოფილა არც ერთი სამხედრო გემი, მაგრამ გამოყენებულა უამრავი რაკეტა და დრონი. შავი ზღვის ფლოტი უკრაინის იარაღისგან რაც შეიძლება შორს გადაინაცვლა და ნებისმიერი მისია კინბურნის კოსისკენ ახლა უკვე სავსეა საფრთხეებით. ეს ჯარისკაცების იზოლაციას იწვევს პატარა მიწის ნაგლედზე, რომელიც მარტივად შეიძლება გახდეს დრონების სამიზნე და სწორედ ეს ვიხილეთ ჩვენ. და უკრაინამ ეს ყველაფერი წინასწარ თქვა.
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში უკრაინის მოხალისეთა არმიის სამხრეთის დივიზიის პრესპიკერი სერგი ბრატიჩუკი აცხადებდა, რომ მხოლოდ დროის საკითხი იყო, სანამ უკრაინის სამხედროები შეძლებდნენ კინბურნისკოსის ხელახლა აღებას. ბრატიჩუკის თქმით, გათავისუფლება ჯერ არ იყო მოსაოდნელი, მაგრამ რუსეთის სისუსტე პირზე არ ნიშნავდა, რომ მათ შეეძლოთ ტერიტორიის შენარჩუნება. გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი სარდლობა. დღეს ვერ ვიტყვით, რომ კინბურნისკოსაზე შეტევა დაუყოვნებლივ დაიწყება. ეს ოპერაცია ჩატარდება კომპლექსურად, სხვადასხვა საშუალების გამოყენებით. საკითხი არ არის კინბურნის გათავისუფლება მოხდება თუ არა, არამედ როდის და იმ შესაძლებლობების, რესურსებისა და ოპერატიული ამოცანების მიხედვით, რაც ამჟამად გვაქვს, განაცხადა ბრატიჩუკმა. მისი სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. 2 წელზე ნაკლებ დროში რუსული გასვლა უკვე მიმდინარეობს. მართლა მხოლოდ დროის საკითხია, სანამ უკრაინა კინბურნის ცხვირს გაათავისუფლებს. ეხლა კი ჩანს, რომ ეს წლების ნაცვლად კვირების საკითხია, სანამ ეს მოხდება. მაგრამ საერთოდ რატო აქვს ამას მნიშვნელობა? კინბურნის ყელი ძალიან პატარაა. რა განსხვავებას შეიძლება რამდენიმე კვადრატულმა კილომეტრმა მდინარის შესასვლელში უკრაინის ომში შეიტანოს? პასუხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პუტინი აღიარებს, რადგან მან და მისმა კრემლის თანამზრახველებმა უკვე გააცნობიერეს, რომ იმ ტერიტორიების დაკარგვის ზღვარზე არიან, რომლის შენარჩუნებასაც უკრაინის ომის დაწყებიდანვე ასე გამალებით ცდილობდნენ. კინბურნის ყელის გათავისუფლებას შეუძლია თამაშის წესების შეცვლა. მაგრამ სანამ ავხსნით რატომ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. ეს ის ტიპის ანალიზია, რომელიც გსურთ ნახოთ. გამოიწერეთ არხი, რომ არც ერთი ჩვენი ვიდეო არ გამოგჩეთ. იმის გასაგებად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კინბურნის ცხვირი, უნდა გადავხედოთ მის ისტორიას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. როგორც კიევ პოსტი აღნიშნავს, რუსულ ძალებს კინბურნის ცხვირი 2022 წელს რუსეთის შეჭრის პირველი თვეებიდან ოკუპირებული აქვთ და ამ დროის განმავლობაში მათი იქიდან გაძევება ძალიან რთული აღმოჩნდა. უკრაინამ რამდენჯერმე სცადა. 2022 წლის ბოლოსკენ უკრაინელმა კომანდოსებმა სცადეს საზღვაო დესანტის გადასხმა ცხვირზე, იმ იმედით, რომ შეძლებდნენ ამ ვიწრო მიწის ზოლის გამოყენებას, რათა გვერდიდან მიეტევათ რუსი ჯარისკაცების მიერ ოკუპირებულ დნეპრის მხარეს აშენებული თავდაცვითი პოზიციებისთვის. ასე რომ ამას თავიდანვე გარკვეული უშუალო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს ბევრად უფრო ღრმაა ვიდრე ეს. კინბურნის ცხვირი მხოლოდ დნეპრის ნაპირზე მიმდინარე ბრძოლებს არ ეხება. ამ მიწის ნაგლეჯს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ბევრად დიდია. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინც კინბურნის ცხვირს აკონტროლებს, ის იდეალურ პოზიციაშია, რომ ყირიმს შეუტიოს ან დაიცვას. ეს საკითხები სწორედ ამოიწია გამოცემა The Conversation-ის 2022 წლის დეკემბრის სტატიაში, რომელიც უკრაინის წარუმატებელი ამფიბიური დესანტის შემდეგ დაიწერა. სტატიაში ასევე აღინიშნა ცელის უშუალო სტრატეგიული მნიშვნელობა და ისიც, რომ ამ მიწის ნაკვეთის კონტროლი ნიშნავს შავ ზღვაზე დნეპრის მდინარის გავლით სვდომას, ასევე უკრაინის ნავსადგურ მიკოლაევზე სვდომას. რუსეთს ეს კონტროლი დიდი ხანია აქვს. თუ უკრაინა შეძლებს რუსეთის სრულად გაყვანას, ეს გახსნის მდინარის მარშრუტს შავ ზღვაში, რომელსაც შეიძლება გამოიყენონ როგორც სავაჭრო გემებმა, ასევე საზღვაო დრონებმა, რომლებიც წყლის გზით შევლენ და რუსეთის კიდევ უფრო მეტ სამხედრო გემს გაანადგურებენ. მაგრამ სიმბოლურად რეგიონი არანაკლებ მნიშვნელოვანია. კონტროლისთვის ბრძოლები კინბურნის ცელზე საუკუნეების განმავლობაში მძვინვარებდა. რუსეთი კინბურნის ცელით დაინტერესდა ჯერ კიდევ 1727 წელს. მან მოახერხა კონტროლის დამყარება 1788 წელს, ოჩაკოვის ორ ბრძოლის შემდის შემდეგ. რუსეთის კონტროლის ქვეშ ყოფნისას, კინბურნის ცელი და მისით კონტროლირებადი პორტი რამდენიმე მნიშვნელოვანი საზღვაო ბრძოლის დასაწყისის წერტილი იყო. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან ვიცით, რომ პუტინი კაცია, რომელსაც უყვარს ისტორიის მოხმობა. უпростоრად კი ისტორიის დამახინჯებული ვერსიის გამოყენება, რომელსაც ის იყენებს უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. პუტინმა თავისი სუბიექტური და თავის სასარგებლოდ დამახინჯებული ისტორიის აღქმა გამოიყენა იმის დასამტკიცებლად, თითქოს უკრაინა არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ეს საუკეთესო შემთხვევაში საეჭვოა. მართალია, უკრაინა მხოლოდ 1918 წელს იქნა აღიარებული დამოუკიდებელ ერთეულად, როგორც როჩესტერის უნივერსიტეტი აღნიშნავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის რუსეთის ნაწილი იყო, ან რომ მისი მოსახლეობა რუსებია, როგორც პუტინი ამტკიცებს. რუსეთი მე-18 საუკუნეში კინბურნის ცელზე არ იბრძოლებდა, რომ ეს მიწა ყოველთვის რუსეთის ნაწილი რომ ყოფილიყო. ამიტომ, რასაც ახლა ვხედავთ ამ მალე მოსალოდნელ გოდნელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, არის პირდაპირი წინააღმდეგობა პუტინის ისტორიული დამახინჯების მიმართ. რუსეთის მიერ ცელის დაკავება პუტინის ნარატივს ემსახურებოდა. ეხლა, როცა მისი ჯარისკაცები გარბიან, უკრაინამ მზადაა მიაღწიოს სიმბოლურ გამარჯვებას, რომელიც კანელო ალვარესის ძლიერი დარტყმის მსგავსად იგრძნობა. დღევანდელობას რომ დაუბრუნდეთ, პუტინს აქვს ყირიმის პრობლემა. როგორც საუბარში 2022 წელს ითქვა, კინბურნიდან შეტევა რუსულ ძალებზე, რომლებიც ხერსონსა და ყირიმს შორის არიან განლაგებული, თუნდაც შედარებით მცირე მასშტაბით, რუსულ ძალებს გვერდსულის და აიძულებს რუსებს, რომ შეზღუდული ძალები ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადაამისამართონ. იმ შეფასების შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა კინბურნის ცელიდან ყირიმში შეტევას დაიწყებს. ყოველ შემთხვევაში არა ისეთ შეტევას, რომელიც ამფიბიურ დესანტირებას გულისხმობს. უკრაინის სტრატეგია ყირიმისთვის იმეორებს იმას, რაც კინბურნის ცელის წინააღმდეგ გამოიყენეს, უბრალოდ ბევრად უფრო მასშტაბურად.
იზოლაცია, მოწინააღმდეგის გამოფიტვა, ლოგისტიკის განადგურება და რუსეთის იძულება რომ გაიქცეს. კინბურნის ცელი უკრაინას იდეალურ საწყის წერტილს აძლევს დრონებით შეტევებისთვის, როგორც ყირიმზე, ასევე შავ ზღვაში არსებულ რუსულ ობიექტებზე. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ უკრაინის მიერ ახლახან მიღწეული წარმატება შეიძლება დავინახოთ როგორც კიდევ ერთი ნაწილი იმ პაზლისა, რომელიც მის შეუპოვარ ბრძოლას წარმოადგენს ყირიმის ნახევარკუნძულის გასათავისუფლებლად. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავადაც კი განაცხადა, რომ უკრაინის ომი დაიწყო ყირიმით და დასრულდება ყირიმით. როდესაც რუსები კინბურნის ცელიდან გარბიან, გათავისუფლებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. მაგრამ უშუალოდ კინბურნის ცელის აღების უპირატესობები იმდენად ეხება იმას, რასაც რუსეთი კარგავს, რამდენადაც იმას, რასაც უკრაინა იღებს. რუსეთს აღარ შეუძლია დახუროს ხერსონისა და მიკოლაევის პორტებიდან შავ ზღვაში გასასვლელები, რაც უკრაინას აძლევს შესაძლებლობას გაზ გამოიყენოს რუსეთის დასუსტებული პოზიცია იმ წყლის გზაზე, რომელიც ადრე ვახსენეთ. რუსეთი ასევე კარგავს შესაძლებლობას გამოიყენოს ცელი დნეპრის გადაკვეთისას შეტევისთვის. ეს ისედაც უაზრო მცდელობა იქნებოდა, რადგან ეს ნიშნავდა, რომ პუტინს ათასობით თავისი ჯარისკაცი ცეცხლის ხაზში უნდა ჩაეყენებინა, მაგრამ როდის შეუშლია ეს პუტინს ხელი? ეს არის ადამიანი, რომელმაც თავისი ამბიციის საკურთხეველზე თითქმის 1,38 მილიონი ჯარისკაცი შესწირა, ასე რომ დნეპრის გადაკვეთის მოთხოვნა მისი სიგიჟის ფარგლებს ნამდვილად არ ცდება. უფრო ლოგიკურად რომ თქვათ, თუ ამ ტერმინის გამოყენება შეიძლება რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში, პუტინის ძალებს კინბურნის ცელის გამოყენებით შეუძლიათ მიკოლაევის რეგიონს დაბომბონ. ამ დაბომბვამ უკრაინის ძალებს შეუშალა ხელი, რომ დესანტი გადმოესვათ ცხვირზე და მის მიღმა. და ახლა ის დაიკარგება, რადგან რუსეთის მიერ ცხვირზე განთავსებული ძალების ნარჩენები ან დაიღუპებიან, ან რაც შეიძლება სწრაფად გაიქცევიან. აქ მთავარი ისაა, რომ რუსეთის აშკარა უპირატესობა გაქრა. და კიდევ ერთი უპირატესობაა იმაში, რაც უკრაინამ მიაღწია, რაც შეიძლება პირდაპირ არ მოქმედებს ომზე, მაგრამ გამოწვეულია რუსეთის მიერ. ხიმკის კოსა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საზღვაო ზონაა. მისი ეკოსისტემა მომაჯადოებელი იყო, შავი ზღვის დელფინებითა და ზღვის ფაუნის უზარმაზარი მრავალფეროვნებით, რაც ხიმკის კოსას უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად აქცევდა. ხიმკის კოსაზე ხანძრისა და ნავთობის მიერ მიყენებულმა ეკოლოგიურმა ზიანმა დელფინე გააბიგა აქცია და მცენარეული საფარის დიდი ნაწილი გაანადგურა. შესაძლოა რუსეთის ჯარების გაქცევა იყოს ლამაზი ეკოსისტემის აღდგენის დასაწყისი. ბუნების შეხება, რომელიც სიცოცხლეს უბრუნდება ომში, რომელსაც მეტალი, სისხლი და ნავთობი განსაზღვრავს. პუტინი დარჩება დაფიქრებული, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. მაგრამ პასუხი აშკარად ჩანს, თუ რუსეთი ოდნავ მაინც აკვირდებოდა უკრაინის 2026 წლის სტრატეგიას. ის, რაც კინბურნის კოსაზე მყოფ ჯარისკაცებს გაქცევას აიძულებს, არის სტრატეგია, რომელსაც მთელ უკრაინაში ვხედავთ: იზოლაცია და დრონებით დაბომბვა. იზოლაციის მიმართულებით უკრაინამ 2026 წლის დიდი ნაწილი ზურგში მდებარე რუსულ მომარაგების ხაზებზე დარტყმებს დაუთმო. არტეში ამაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ძირითადი მომარაგების ხაზების დარღვევამ, სავარაუდოდ ყირიმისა და ხერსონის რეგიონებში, გამოიწვია ის, რომ კოსაზე მყოფმა რუსეთის ჯარისკაცებმა ვეღარ მიიღეს ვერც საბრძოლო მასალა და ვერც საკვები. მას შემდეგ, რაც უკრაინამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განმეორებითი დარტყმებით ქერჩის ხიდი რუსული სამხედროებისთვის გამოუსადეგარი გახადა, მან თავისი ახალი თაობის საშვის საშუალო რადიუსის დარტყმის დრონების ყურადღება გადაატანა სახმელეთო მარშრუტებზე, რომლებიც რუსეთის ძალების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომარაგებისთვის გამოიყენება. უკრაინამ ნაწილობრივი საცეცხლე კონტროლი მოიპოვა მნიშვნელოვან R280 ავტომაგისტრალზე, რომელიც ყირიმს ემსახურება, რუსეთთან აკავშირებს და ასევე ლოგისტიკურ არტერიებს უზრუნველყოფს სამხრეთ უკრაინაში. რუსეთის მომარაგების მარშრუტებზე სრული კონტროლი ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ უკრაინის დრონებმა უკვე ყოველი მგზავრობა რისკად აქციეს. ეს ბუნებრივად იწვევს დაგვიანებებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხიდები და გზის მონაკვეთები ნადგურდება. და ჩანს, რომ რუსეთი პრიორიტეტს ანიჭებს თავის ძალებს ფრონტზე, ვიდრე გამოფიტულ ჯარებს ხიმკის კოსაზე. ჩვენ ხედავთ შედეგებს, როცა რუსები გარბიან და მისი ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამის გამოცხადებით, რომლის ფარგლებშიც უკრაინა თითქმის $100 მილიონ ჩადებს იმ დანაყოფების მხარდასაჭერად, რომლებიც რუსეთის ლოგისტიკას ანადგურებენ, გონივრულია გაქცევა. გაიქეცი. მომარაგების მდგომარეობა კოსაზე მხოლოდ გაუარესდება. უკეთესია გაქცე, ვიდრე შიმშილით მოკვდე მიწის ნაგლეჯისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიწა პუტინისთვის. რაც შეეხება დრონებს, აქ ბევრი სათქმელი არ არის. იზოლირებული ჯარისკაცები პატარა კოსაზე მარტივი სამიზნეები არიან უკრაინული დრონებისთვის და სწორედ ეს ვნახეთ კინბურნის კოსაზე. ამფიბიური შეტევებიც კი აღარ არის საჭირო, რადგან უკრაინას ახლა ჰყავს დრონები, რომლებიც ასეულობით კილომეტრს გადიან დარტყმისთვის. კიევ პოსტი აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარისკაცებს ყელზე უჭირთ უკრაინის დრონებთან ბრძოლა, რაც კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც პუტინის გენერლებმა ამდენი რესურსი სხვა მიმართულებით გადაამისამართეს. ბუნებრივია, რომ პუტინის მორჩილებს ეშინიათ უკრაინის დრონების. 4 ივნისს უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა რობერტ ბროვდიმ განაცხადა, რომ USF-მა თავისი არსებობის პირველ წელს 100,000 რუსი ჯარისკაცი გაანადგურა და 350,000 სამხედრო სამიზნეს დაარტყა. The USF სულაც არ არის ერთადერთი უკრაინული დანაყოფი, რომელიც დრონებს იყენებს. უკრაინის მფრინავი მონსტრები ყველგან არიან და მათგან გაქცევა შეუძლებელია, თუ ჯარისკაცი ხარ და ხიმკის კოსაზე იმყოფები, როცა ისინი მოდიან.
ეს დრონები მკაფიო გზავნილს უგზავნიან პუტინის მარიონეტებს ხელზე. გაიქეცით სანამ შეგიძლიათ, თორემ შემდეგი დრონის დართმა თქვენ სიცოცხლეს წაიღებს. მაშ რა მოხდება შემდეგ კოსაზე? ამ ყველაფერში ერთი შენიშვნაა. რუსეთის ძალები იწყებენ უკან დახევას, მაგრამ ისინი სრულად არ წასულან. ჯერ არა, უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი ვლადისლავ ვოლოშინი ამბობს, რომ ხინკის ყელზე ორი გზა შედის. ერთი ასფალტირებულია, მეორე არა და უკრაინა მუშაობს იმაზე, რომ ამ გზებზე სრული საცეცხლე კონტროლი დაამყაროს. სავარაუდოდ კონტროლი მალე დამყარდება და როცა ეს მოხდება, ხინკის ყელზე დარჩენილი ნებისმიერი რუსი ჯარისკაცი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. უკვე მარაგების გარეშე დარჩენილები, ისინი მხოლოდ უყურებენ, როგორ ანადგურებენ უკრაინის დრონები ყველა კოლონას ან მომარაგების მანქანას, რომელიც მათთან მისვლას შეეცდება. თუ ჯარისკაცები არ დატოვებენ ტერიტორიას, ვოლოშინი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა საცეცხლე კონტროლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დრონული დართვა განახორციელოს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა თუ ისინი წავიდოდნენ, მაგრამ ისინი წასვლას არ აპირებენ. ამიტომ ძალის ხმევა იქნება საჭირო, რომ გავანადგუროთ ისინი და გავაძეოთ ხიმკის ყელიდან, ამბობს ის. მომდევნო კვირები და თვეები რუსეთის ძალებისთვის მტკივნეული იქნება. ლავი გზავნილია. ეხლა დაიხიეთ უკან, ან მოგვიანებით იტანჯეთ. ჯერ კიდევ დარჩენილია სამუშაო, მაგრამ უკრაინა მზადაა ამისთვის. და ხინკის ხელის გათავისუფლებით, უკრაინა ასევე დაასრულებს მიკოლაევის ოლქის დერუსიფიკაციას. ეს პუტინს თითქმის ისევე ადგენს, როგორც მისი ჯარისკაცების ლაჩრობა. 2026 წელი უკრაინის მიერ ტერიტორიების გათავისუფლებით არის განსაზღვრული. 8 ივნის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ წლის პირველ 5 თვეში რუსეთიდან დაახლოებით 600 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა. ეხლა რუსეთი კიდევ უფრო მეტის დაკარგვის ზღვარზეა ზღვარზე. ხოლო ამჯერად ეს ის ტერიტორია, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს პუტინის შავი ზღვისა და ტირიმის გეგმებზე. უკანასკნელი ის უკრაინის ნაწილია, რომლის დაკარგვის ფუფუნებაც პუტინს ნამდვილად არ აქვს. მაგრამ როცა რუსი ჯარისკაცები ხიმკის ხელიდან გარბიან, ყირიმის გათავისუფლება ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე 2014-ის შემდეგ ოდესმე ყოფილა. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ ვახსენეთ ის 100,000 ჯარისკაცი, რომლებიც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა რუკიდან გააქრო. ამ ამბავს კიდევ ბევრი დეტალი აქვს და ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რისი მიღწევაც პუტინს 2026 წელს სურდა. გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევები ჩავარდა. რუსეთის სახმელეთო ძალები პოზიციებს კარგავენ, რადგან უკრაინის დრონების ტაქტიკა უფრო დახვეწილი ხდება. გაიგეთ მეტი ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გამოიწერეთ The Military Show. ნახეთ ჩვენი სხვა ყოველდღიური ვიდეოები, რომლებიც უკრაინის ომსა და სამხედრო მოვლენებს მთელ მსოფლიოში ეხება. მადლობა ყურებისთვის.